მართალია გაძვირდა ცოტათი პროდუქტები, მაგრამ გამოვედით ახლა მაგაზინიდან, ბევრი დიდი არაფერი არ გვიყიდია, მაგრამ აღმოვაჩინეთ, საერთოდ გვინდოდა ხორცის ყიდვა, მე აღმოვაჩინეთ აქ სკამები და მაგიდაც და ისიც ვიყიდეთ. ეხლა რაც შეება ხორცს, გადაუჯოკრეთ კობახიძეს ჩვენ ვაჭრობაში, ხორცის ყიდვაში. აქ არის ქათმის ფილე, რომელიც არის აი კილო ნახევარი და უკვე გამზადებული, ანუ და არის ნახეთ 12 და 99 და ეს კიდე ღორის ეს არის კოტლეტი, ეს არის 3 და 99. ანუ 16 და 700 გრამი, 16 და 78 დაგვიჟდა მთლიანად. მართალია გაძვირდა ცოტათი პროდუქტები, მაგრამ ხო ხედავთ, აი რამდენ ხანში შეიძლება რა იაფად შეგვიძლია ვიყიდოთ ხორციც და ყველიც და კარაქიც და რა ვიცი, ყველაფერი. ისი არის რომ პენსიონერსაც შეუძლია იყიდოს, რომელსაც დაახლოებით 2000-მდე აქვს პენსია თვეში, ევრო. და ჩვენი საშუალო ხელფასი კი არის დაახლოებით 3000 ევრომდე, ეს რაც ხელში გვეძლევა რა, ანუ ყველა გადასახადები უკვე რომ ჩამოცილებული აქვს, ხო? ეხლა თქვათ ისეთი პროფესიები, ვისაც აქვს მაგალითად, ვინც არის ექიმი და ასე შემდეგ, იმას რა თქმა უნდა 10000, 15000-მდე აქვს შემოსავალი თვეში. ამიტომ ხო, და არსებობს რა თქმა უნდა კიდევ უფრო ისეთი პრესტიჟული, თქვათ, ვინც ბიზნესში არის და ასე შემდეგ, იმათ კიდევ ბევრად უფრო მეტი აქვს შემოსავალი.